პარიზში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე Wine Paris ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. ღონისძიება ყველაზე მნიშვნელოვანია ღვინის ინდუსტრიაში, სადაც ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით პარიზში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ გამოფენაზე ვინექსპოზე წარმოდგენილია 30-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია. აღნიშნული გამოფენა არის ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა იმისთვის, რომ კომპანიებმა მოიძიონ ახალი იმპორტიორები, დაამყარონ ახალი ბიზნეს კავშირები და რა თქმა უნდა, უკვე არსებული იმპორტიორებს წარუდგინონ ახალი ღვინოები. ჩვენი კომპანიისთვის ეს გამოფენა საკმაოდ პროდუქტიული იყო. შევხვდით ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მომავალ პოტენციურ პარტნიორებს შევხვდით და იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება მომავალშიც. ვიზიტორები, ვინც კი დააგემოვნა ჩვენი ღვინო, ყველა აღნიშნავს, რომ გამოირჩევა რაღაც განსხვავებულობით და მაღალი ხარისხით. ძალიან მნიშვნელოვანი არის ხარისხი. ხარისხი არის საწინდარი იმისა, რომ შევძლებთ დაუმკვიდროთ თავი მსოფლიო ბაზარზე და გავზარდოთ ჩვენი გაყიდვები. ჩვენი კომპანია მეორე წელია მონაწილეობს Wine Paris-ის გამოფენაში. ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც ჩვენთვის, ისე მთლიანად ქართული ღვინის სექტორისთვის. ჩვენ წარმოვადგენთ აქ მაღალი ხარისხის პროდუქციას ღვინოს და ვაცნობთ როგორც ადგილობრივ, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს და ღვინის მოყვარულებს ჩვენს ღვინოს. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა და ვიმედოვნებთ, რომ ქართული ღვინო წარმოვაჩინოთ საუკეთესო კუთხით. ჩვენი კომპანია საფრანგეთში გამოფენაზე პირველად იღებს მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ მიღებული გვაქვს სხვა გამოფენებზე მონაწილეობა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ ესეთი შეხვედრები ქართული მეღვინეობისთვის და ზოგადად ჩვენთვის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ შევხვდეთ როგორც არსებულ, ისე პოტენციურ პარტნიორებს, გავიგოთ ახალი ტენდენციები და შევძლოთ ჩვენი ღვინის და ქართული ღვინის ისტორიის მოყოლა საერთაშორისო აუდიტორიისთვის. დაინტერესება საკმაოდ მაღალი არის.